გადამწყვეტი დღის მოახლოებასთან ერთად მოლდოვაში კრემლის საცეცები გააქტიურდა. 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ფართოდაა აღქმული როგორც გზაგასაყარი ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს კი შემთხვევითი არაა, რუსული გავლენები ქვეყანაში დიდია, მანევრები კი კარგად ნაცადი. თუმცა ამჯერად დიდია ევროპული მხარდაჭერაც და მმართველი პარტიის სურვილიც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. მოლდოვას წინაშემდგარ არჩევანს შორის ჭიდილი ნათელია. ყველაზე უკეთ კი მაია სანტუსთვის. ქვეყნის პრეზიდენტმა რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდები ევროპელ კანონმდებლებს გააცნო და ამით გააფრთხილა, რომ შესაძლოა მოლდოვა სატესტო ადგილს გავდეს, მაგრამ კრემლის სამიზნე უდავოდ ევროპაა. დღეს ვაწყდებით უსაზღვრო და უპრეცედენტო ჰიბრიდულ ომს, იმ მასშტაბით, რომელიც უკრაინაში სრულ შეჭრამდე არასდროს გვინახავს. კრემლის მიზანი ნათელია დაატყვევოს მოლდოვას არჩევნო უბნებთან გამოიყენოს ეს უკრაინის წინააღმდეგ და მოედნად გვაქციოს ევროკავშირზე ჰიბრიდული შეტევებისთვის. ამიტომაა ეს არჩევნები ასე მნიშვნელოვანი, მისი დაცვით ვიცავთ არა მხოლოდ მოლდოვის, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ჩარევა არჩევნების დღით არ იწყება და არც მთავრდება. ის იწყება თვეებით ადრე და დიდხანს გრძელდება. როგორც ვირუსი ის პოულობს ბზარს და უტევს მას. ჩვენ რთულად გადავიტანეთ რუსეთის ჩარევა გასულ წელს, როდესაც იანვარში ხელოვნურად შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს წავაწყდით, რომელიც შემუშავებული იყო ფასების გასაზრდელად დნესტრისპირეთის რეგიონის სიცივესა და სიბნელეში დასატოვებლად და მდინარის ორივე მხარეს მოქალაქეების გასაყოფად. შემდეგ შემოვიდა ფული. უკანონო დაფინანსება ხორციელდებოდა კრიპტოვალუტის ფიქტიური კომპანიების ბარათებით, პირდაპირ ოფშორებიდან. გასულ წელს მხოლოდ ერთ დღეში კიშინიოვის აეროპორტში 1 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. ჩვენმა ინსტიტუციებმა დაასკვნეს, რომ წლის განმავლობაში რუსეთმა დახარჯა მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ის ექვივალენტი თანხა, რათა გასული წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. დღეს რუსული ფულით ფინანსდება კრემლის მიერ მხარდაჭერილი პარტიები, მისი მეშვეობით კი მოიპოვებენ გავლენებს, რაც წამლავს დემოკრატიას. გასულ წელს უფრო შორს წავიდნენ და გვაჩვენეს ის, რაც ჩვენს დემოკრატიას აქამდე არ უნახავს. ხმების ყიდვის სქემა. სანქცირებულმა რუსულმა ბანკმა გახსნა 138,000 ანგარიში, რათა პირდაპირი გადარიცხვებით შეერღიათ არჩევნების შედეგები. ეს არ არის ის, რითიც ვამაყობთ, მაგრამ გვაჩვენებს იმას, თუ როგორ პოულობს რუსეთის სუსტ წერტილებს და მოქმედებს მათზე. მესამე ქვეყნის სუსტი წერტილების შესწავლა რუსული სპეცსამსახურების ძლიერი მხარეა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებში მიემართავს. ამ ხრივ დაცული შემდგარი დემოკრატებიც არ არიან, არათუ ქვეყნები, რომლებიც რუსული გავლენის წინაშე მოწყვლადები არიან. ასეთია მოლდოვაც, სადაც მოახლოებულ არჩევნებზე მოსახლეობის გულის მოგებასა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას არაერთი პრორუსული პარტია ცდილობს. ასეთია მაგალითად პატრიოტთა საარჩევნო ბლოკი კომუნისტური და პრორუსული ნარატივებით. პრორუსული ხედვების პოლიტიკოსები შეიმჩნევიან ბლოკში ალტერნატივა, ასევე მემარცხენე პოპულისტების პარტიაში სახელად ჩვენი პარტია. რუსეთის მიერ დაფინანსებული ძალები თავის მხრივ აფინანსებენ პროტესტს, რომელიც ორკესტრირებულია ტელეგრამის მეშვეობით. ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია, ხალხი კი მოხიბლულია ათასობით ევროს დაპირებებით. გავრცელებული ტყუილები, ყალბი იმეილები სახელმწიფო ინსტიტუციების სახელით, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოყენებული ეგრეთ წოდებული deepfake-ები. გაყალბებული საერთაშორისო ვებსაიტები, რომლებიც თავს ასაღებენ მიუკერძოებელ საინფორმაციო წყაროდ. თუმცა ემსახურებიან კრემლის პროპაგანდას. ეს მხოლოდ ნაწილია. რუმინული ანალიტიკური ცენტრის გამოძიებით სოციალურ მედიაში 100 კოორდინირებულმა ანგარიშმა გაავრცელა 13 მილიონი ნახვის მქონე ვიდეო. სულ რაღაც ერთ თვეში. მის კომენტარებში 1000-ჯერ იყო გამეორებული და კოპირებული манипуლაციური ხაზი და არარეალური დებატების შინაარსი. კიბერშეტევებმა დაარტყეს სამთავრობო სამსახურებს, გასულ წელს საფოსტო სამსახურები შეფერხდა, რადგან სწორედ ისინი არიგებდნენ პენსიებს, რადგან ბანკებს ეს არ შეეძლოთ. თაღლითური კომპანიები უტევდნენ ოფიციალურ პირებს. რელიგია გამოყენებულია როგორც იარაღი, კრიმინალური დაჯგუფებები იწვრთნებიან საბოტაჟისა და დაშინების მიზნით. პოლიტიკური კორუფციის საქმეზე მომუშავე მოსამართლემ კი სიკვდილის მუქარა მიიღო. ჩვენი დიასპორა მიზანშია ამოღებული ონლაინ რეჟიმში, რათა დაყონ ოჯახების სახლშიც და საზღვრებს გარეთაც. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყანაში 14-მა საარჩევნო უბანმა მიიღო ბომბის არსებობის შესახებ მცდარი ინფორმაცია, რათა ხელი შეშლოდა ხმის მიცემის პროცესს. გაგუზიაში კი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ავტონომია საფრთხის ქვეშ იყო. დნესტრისპირეთში კი უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნისკენ მოწოდებები კი სხვა არაფერი იყო თუ არა ფაბრიკაციის ტაქტიკა ხმათა რაოდენობის გაზრდისთვის, რომელიც ბევრად აღემატება რეალურ ამომრჩევლებს. ეს ხდება სწორედ ახლა, პროცესი კოორდინირებულია, დაფინანსებულია 100 მილიონი ევროთი ბინძური ფულით, რომელიც გაძლიერებულია პროპაგანდით. სოციალური ქსელის პირობებში ჰიბრიდული ომის წარმართვა მარტივ ამოცანად იქცა. მეთოდები იცვლება, ისევე როგორც ფინანსური წყაროები და ნარატივები. არჩევნებში ჩარევა, არალეგალური დაფინანსება საზღვარგარეთიდან, დეზინფორმაციული კამპანია, კიბერშეტევები, დაფინანსებული პროტესტი,
ხალხში ზიზღის გაღვივების ტაქტიკა. გზებია, რომლებიც ქვეყნის საგარეო ორიენტირებზე ზემოქმედებს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მათზე მანიპულირება და მათი პროცესის სასარგებლოდ გამოყენება მხოლოდ ტაქტიკის ნაწილია. ეს საკუთარ თავზე ძველმა ევროპულმა ქვეყნებაც გამოსცადეს. ევროპელებს კონსოლიდირება ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ მოლდოვის პრეზიდენტისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ტექნიკურ პროცესზე მეტად გადარჩენის გზად აღიქმება და სურს, რომ მოქალაქეებმაც ასეთად დაინახონ. გადახდები ტელეგრამით, ტყუილები TikTok-ზე, deepfake-ები Facebook-სა და Instagram-ზე. ტოქსიკური კონტენტის 80%-ზე მეტი TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტითაა დაგენერირებული და მასში დემოკრატიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. რელიგიის თავისუფლება გადაიქცა პროპაგანდად, შეკრების თავისუფლება დაფინანსებულ პროტესტად, გაერთიანების თავისუფლება კი კრემლის მიერ მხარდაჭერილი პარტიების დაფინანსებად, კაპიტალის თავისუფლება უკანონო ფულად პოლიტიკაში. ეს არაა მხოლოდ მოლდოვის ამბავი. კიშინიოვში გატესტილი კრიპტოსქემები გამოიყენება ევროკავშირის სანქციების თავიდან ასარიდებლად, რათა რუსეთის ომის მანქანა დაფინანსდეს. საჭიროა მეტი коорდინირება, რომ აგრესია ძვირი დაჭდეს, ძლიერი თავდაცვითი, დაზვერვითი თუ კიბერშესაძლებლობებით. ძლიერი კოორდინაციით ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. ევროპამ უნდა გააერთიანოს ძალები და იმოქმედოს სწრაფად. არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. დღეს ახალი მეთოდები გვჭირდება. ასე უნდა ადაპტირდეს ევროპა. გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს და მოუწოდებს მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს ერთიანობითა და სიფხიზლით უპასუხონ. საარჩევნო ყუთებთან ევროპული მომავლის დაცვა კი მას თითოეული მოქალაქის ვალდებულებად მიაჩნია.